განვაგრძოთ. ნინო ჭედლური გვიერთდება საინტერესო ამბებით. გავიგოთ, როგორ აღნიშნავენ ცნობილი მამები მამების დღეს. დილან შვიდობის. მიხარია თქვენთან ერთად ვარ. თქვენ ხარია. ვიდრე მოგიყვებით, როგორ აღნიშნეს ცნობილმა მამებმა 19 ივნისი, ანუ მამების დღე, აუცილებლად უნდა მოგიყვათ ეს ისტორია და ზოგადად რატომ გადაწყდა, რომ დედის დღესთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო მამის დღეც. მგონი საინტერესო ხო, რადგან მამების ჩართულობაც რა თქმა უნდა ბავშვის აღზრდაში ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც დედის. ისტორია კი დაიწყო 1910 წელს ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანში ერთი პატარა გოგო, სახელად სონორა სმარტ დოდი, დედასთან, მამასთან და და-ძმებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა, სონორას დედამ მშობიარობას გადაყვა და მეუღლის დაკარგვის შემდეგ გოგონას მამამ 6 შვილი სრულიად მარტომ გაზარდა. სონორას მამა ძალიან უყვარდა და ერთ დღესაც, როდესაც მან დედების დღის არსებობის შესახებ შეიტყო, პროტესტის გრძნობა გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ მიემართა შესაბამისი ორგანოსთვის, რომ დაეწესებინათ მამების დღეც. და ითხოვა, რომ მამის დღე ყოფილიყო მისი მამის დაბადების დღე, მაგრამ 5 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, თუმცა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ თარიღა 19 ივნისი აერჩია და სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ამ დღეს. ეს მოკლე ისტორია კი. ახლა მოკლედ უნდა გაგაცნოთ, თუ როგორ აღნიშნეს ცნობილმა მამებმა ეს დღე. აუცილებლად დავიწყებ ბუკინგემის სასახლიდან. ტრადიციის სამებრ პრინცი უილიამი შვილებთან ერთად გამოჩნდა. აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა ბუკინგემმა. ეს ფოტო ოჯახთან ერთად იორდანიაში მოგზაურობის დროს არის გადაღებული. ფოტოზე ჰერცოგს პრინცესა შარლოტასთან, პრინც ჯორჯსა და ლუისთან ერთად ხედავთ. აღსანიშნავია, რომ მედია ხშირად წერს და საუბრობს, თუ რამდენად კარგი მამაა პრინცი უილიამი. ის ყოველთვის ცდილობს, რომ დრო შვილებთან ერთად გაატაროს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰერცოგმა აღნიშნა, შვილების დაბადების შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ბავშვებმა ის უკეთეს ადამიანად აქციეს. ასეთი აღნიშნა. მართლა ხშირად ხედავთ ხოლმე მას ბავშვებთან ერთად და ძალიან დასაფასებელია, ასე ვთქვათ, მისი ეს ჩართულობა ბავშვების აღზრდაში. მამების დღეზე იმეს ბეკჰემების ოჯახშიც. ამაყი მამა ვარ, დაწერა დევიდ ბეკჰემმა სოციალურ ქსელში და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თავის მხრივ ეს დღე მამას მიულოცა რომეო ბეკჰემაც და ის წერს სოციალურ ქსელში, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ჩემით იამაყებ. ამ სიტყვებით მიმართა მას ფოტოსთან ერთად. ბეკჰემიც, ანუ ასე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცნობილი მამა ჩართული 4 შვილის მამა. ბეკჰემების ოჯახი ყველა დღესასწაულს ერთად ზეიმობს და მათი ვიდეოები საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტ სივრცეშიც. მამების დღე არც ლილი კოლინს დავიწყებია სერიალის ემილი პარიზში ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში მამასთან ფილ კოლინსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფილისა და ლილის ურთიერთობა არაერთხელ ქცეულა ტაბლოიდების განხილვის თემად, რაც თავიდან ფილის პოპულარობის დამსახურება, ვიცით რომ ძალიან ცნობილი მუსიკოსი და შემსრულებელია და ერთ-ერთ ინტერვიუში ლილიმ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც მიხვდა, რომ მისი მამა სხვებისგან განსხვავდებოდა. ამბობს, რომ მახსოვს დისნეილენდში მამას მხრებზე ვიჯექი, როდესაც ვიღაც კაცი მოგვეახლოდა და კარგად რომ დავაკვირდი, მაისურზე მამა ჩემის სახე ჰქონდა გამოხატულია. ჰოლივუდის მსახიობმა, ასევე კეტრინ ზეტა-ჯონსმა ეს დღე მეუღლეს, მაიკლ დუგლას და მამას ერთდროულად მიულოცა. მთელი გულით მიყვარხარ მამა, წერს სოციალურ ქსელში მსახიობი. მაიკლს კი შვილებთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტოც გამოუქვეყნა და მამების დღე ასე მიულოცა. აი ასეთი ამბები გქონდა მამების დღესთან დაკავშირებით. დაგვიანებით ყველა მამას რა თქმა უნდა. მადლობა. გილოცავთ. ლაშაკი. მადლობა. ბედნიერი მამები უნდა იყოთ აუცილებლად. მე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.